დღეს წითელი პარასკევია ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დაკრძალვას იხსენებს. ამ წუთებში სამების ტაძარში დიდი პარასკევის სერობა იწყება. მწუხრის ჟამს და გარდამოხსნის წესს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო აღასრულებს. გიორგი აბაზაძე გვიერთდება სამებიდან პირდაპირ ეთერში. სიმბოლურად დღის 2 საათზე, როგორც სახარების მიხედვით, ქრისტე ჯვარზე მიიცვალა. სწორედ ამ დროს იწყება ეკლესიაში დიდი პარასკევის სერობა. ტაძრის შუაგულში უკვე გამზადებულია ამაღლებული სადგომი, რაც სიმბოლურად განასახიერებს საფლავს და მწუხრის დასრულების შემდეგ საკურთხევლიდან წმინდა ტრაპეზიდან გამოაბრძანებენ გარდამოხსნას. საგანგებოდ მოქარგულ ქსოვილს, რომელზეც საფლავად დადებული ქრისტე არის გამოსახული, ეს სიმბოლურად განასახიერებს ჯვრიდან ქრისტეს გარდამოხსნას. ყველა საგალობელი, რომელიც სრულდება ამ დროს, უკავშირდება ამ მოვლენების გახსენებას, მათ შორის იგალობება მშვენიერმან იოსებ, სადაც აღწერილია ქრისტეს საფლავად დადება იოსებ არიმათიელის ბაღში, ასევე იკითხება დედა ღვთისმშობლის დატირება. ეკლესიის სწავლებით იმდენად მძიმეა დღევანდელი დღე კაცობრიობის ისტორიაში, რომ თვით მახარებლებით სახარებაში ერიდებიან ვრცლად საუბარს ამ დღის შესახებ. თითოეული მორწმუნე ამ დღეს სიმბოლურად გადის გოლგოთას გზას, რომელიც ქრისტემ გაიარა, თუმცა ამ დუმარებაში იმალება სიხარული, რაც ქრისტეს აღდგომით არის გამოწვეული. ვნების შვიდეულის პარასკევი, რომელსაც წითელ პარასკევსაც უწოდებთ, უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში. უფალი ღმერთი ადამიანის სიყვარულით ჯვარზე გაეკრა ამ დღეს, საკუთარი თავი გაწირა ჩვენი სიყვარულისათვის, ჩვენი გადარჩენისათვის. ჩვენ სახარებიდან ვკითხულობთ თუ რამხელა განცდა ქონდა უფალს, რამხელა ტკივილი მივაყენეთ ადამიანებმა ღმერთს, მაგრამ უფალმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა ჯვრიდანაც, როდესაც მამა ღმერთს ევედრება, რომ შეუნდე არიციან ადამიანები რას აკეთებენ. ეს ძალიან დიდი სიყვარულის გამოხატულებაა. ვიცით, მაცხოვართან ერთად ორი ავაზაკი იყო ჯვარცმული, ერთი ლანძღავდა, ხოლო მეორე მთხოვა, რომ მოეხსენებინათ სათავსასუფეველში და უფალმა უთხრა, რომ დღესვე ჩემთან ერთად იქნები სასუფეველშიო და ესეც დიდი სიყვარულის გამოვლენებაა და ესეც ნუგეშია და იმედი ადამიანებისათვის, თუ კი მოინანიებენ, აუცილებლად შეძლებენ უფალთან ყოფნას. ნებისკვირის პარასკევი და დიდი შაბათი მართლმადიდებლური რიტუალების მწვერვალად არის მიჩნეული. ზოგ ტაძარში დღეს საღამოს, ზოგან კი ხვალ დილით სრულდება მაცხოვრის წესის აგების მსახურება. მადლობა გიორგი აბაზაძეს.